რადიო მედეფემ წარმოგიდგენთ. რა შესაძლებლობები აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს? რამდენად დაცულია მათი უფლებები? როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით? მოусმინეთ ექიმებისა და ფსიქოლოგების რჩევებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მშობლებს, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. საავტორო გადაცემა ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით. მაია ასაკაშვილთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, მედეფემ 103 ეთერშია საავტორო გადაცემა ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით. მე ვარ მაია ასაკაშვილი. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემებია სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლებისა და განვითარების სტრატეგიები, ინკლუზიური განათლება და მულტიდისციპლინარული გუნდი და მათი რეკომენდაციები. დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინარული გუნდის წევრები, ოკუპაციური თერაპევტი ლუსი ჯალაღანია და ფსიქოლოგი მარიამ ხვადაგიანი. მოგესალმებით ძვირფასო სტუმრებო, მადლობას მოგახსენეთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძვირფასო რადიო მსმენელებო, იყავით აქტიურები, დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერს 2421003. თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე ზრუნვა და ქვეყანაში ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტია. ინკლუზიური განათლება ნიშნავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში. ინკლუზიური განათლების მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლების ხელშეწყობა, მათი სოციალური ინტეგრაცია, შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილია მულტიდისციპლინური გუნდი. რა ფუნქციას ასრულებს გუნდი და ვინ არიან გუნდის წევრები? ქალბატონო ლუსი, დავიწყებ თუ შეიძლება თქვენგან. მოგესალმებით. გუნდის წევრები არიან ნეიროფსიქოლოგები, სპეცპედაგოგები და ოკუპაციური თერაპევტი. თბილისში არის 12 გუნდის წევრი, განაწილებული რაიონების მიხედვით. თითოეულ რაიონს ყავს 3 სპეციალისტი მიმაგრებული. შესაბამისად, როდესაც მოდის ამ რაიონიდან მომართვა, სწორედ ეს გუნდის წევრები ახდენენ რეაგირებას. მომართვები ძირითადად მოდის სკოლებიდან, მშობლიდან ან სკოლიდან, რა თქმა უნდა, მშობლის რეკომენდაციის შემდეგ მოდის გუნდის წევრებთან. ძირითადად არის მოსწავლეების შეფასების საჭიროების შემთხვევაში გუნდის წევრების მიერ ხდება მოსწავლის იდენტიფიკაცია, განისაზღვრება არის თუ არა ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და ეს საჭიროება თუ არა მასწავლა ინდივიდუალური სასწავლო გეგმით. შემდეგ უკვე ხდება მოსწავლის შეფასება. შეფასება ხდება ადაპტირებული ტესტით, ხდება აკადემიური უნარების შეფასება, შემეცნებითი უნარების შეფასება, სოციალური, ფუნქციური, სენსომოტორული უნარების შეფასება. ასევე შეიძლება შეფასება მოხდეს მოსწავლის ფიზიკური გარემოს ადაპტირების რეკომენდაციებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ მოსწავლეს აქვს მოტორული განვითარების შეფერხება და ის გადადგილდება ეტლით, მაგრამ ეტლი არ არის, თქოთ, მასზე მორგებული, ხდება მისი მოტორული უნარების დეტალური შეფასება. შეფასების შემდეგ განისაზღვრება უკვე რა ტიპის ადაპტირება უნდა მოხდეს, რომ ის იჯდეს, თქოთ, სწორ პოზაში და მაქსიმალურად ჩართული იყოს საგანმანათლებლო პროცესში, ანუ მასზე არ მოქმედებს ფიზიკური გარემო ხელშემშლელად სწავლის პროცესში. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ, თუ შეიძლება გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება, როგორ ხდება ზოგად საგანმანათლებლო სკოლების მულტიდისციპლინური გუნდის მომსახურებით უზრუნველყოფა? თვითონ მოგმართავენ სკოლები თუ სამინისტროდან ხდება უშუალოდ დახმარება, ანუ ჩართულობა თქვენი რა მიმართულებით ხდება მუშაობა? მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. როგორც ლუსიმ აღნიშნა, ანუ ძირითადად ეს ხდება სკოლებიდან. მშობლის თანხმობა უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში აუცილებლად სკოლას. ან რესურს ცენტრი მოგმართავს, ან ხდება ხოლმე რომ პირდაპირ მშობელი წერს განცხადებას განათლების სამინისტროში. ანუ არსებობს ესეთი ფორმა, რომელსაც მშობელი ავსებს, სადაც წერია ბავშვის მონაცემი, სად სწავლობს, რომელ სკოლაში და რა საჭიროება აქვს მას და ის რომ მშობელს ან ისევ სკოლას სურს, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს ეს ბავშვი და მისი შესაძლებლობები. მე ერთს რასაც დავამატებდი, როდესაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ეს შეიძლება იყოს ასევე ბავშვი, რომელსაც არანაირი ფიზიკური შეზღუდვა არ აქვს,
შეიძლება მას არც განვითარების შეფერხება არ ქონდეს, ეს იყოს უბრალოდ ბავშვი, რომელსაც სოციალური პირობების გამო აქვს გარკვეული პრობლემების სწავლასთან დაკავშირებით ან უწევს ხანგრძლივად ჰოსპიტალიზაცია. ამ შემთხვევაშიც ხდება იგივე განაცხადით მოთხოვნა, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს ბავშვი და ხდება იქ გარემოს ადაპტირება იქნება თუ რიგ შემთხვევებში შინ სწავლება და ასე შემდეგ და ასე შესაძლებელია რომ მოსწავლეს კონდეს არა ინტელექტუალური შეზღუდვა, არამედ სოციალური ჩამორჩენა, რაღაცა გარემო პირობების გამო, თქვა ჩამორჩა საგანმანათლებლო პროცესი. ხშირად არის ხოლმე ძალიან მომართვა სკოლებიდან განსაკუთრებით, როდესაც ბავშვს ინტელექტუალური შეზღუდვა არ აქვს, მაგრამ არის ქცევის პრობლემები. იმიტომ რომ ქცევა არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს მასწავლებელს. ამ საკითხზე ცოტა უფრო მოგვიანებით ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი რეკომენდაციები, ვინაიდან ქცევითი დარღვევის მქონე მოსწავლეთა მართვა სამწუხაროდ უჭირთ ხოლმე პედაგოგებს, ანუ არ ფლობენ, არ აქვს სათანადო ცოდნა ზოგ შემთხვევაში, როგორ მართონ საგანმანათლებლო პროცესი ასეთი შემთხვევის დროს. როგორ მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაცია და შეფასება მათი ინდივიდუალური საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა? ეს ხდება ისევ და ისევ ინდივიდუალურად იქიდან გამომდინარე თუ რისი შეფასება გვინდა. არის შემთხვევები, რომ პირდაპირად დაუშვათ ოკუპაციური თერაპევტი გვინდა აუცილებლად ჩართული იყოს. არის შემთხვევები, რომ ფსიქოლოგიური შეფასება გვინდა. ამისთვის გვაქვს განათლების სამინისტრომ შეიძინა თარგმნა და ადაპტირება გაუკეთა რამოდენიმე ტესტს და ამის მიხედვით, ანუ თუ ინდივიდუალურად მე რა მაინტერესებს ამ ბავშვთან, კოგნიტური სფერო ვიღაცასთან შეიძლება მხოლოდ აკადემიური მაინტერესებდეს, ამის მიხედვით ხდება შეფასება. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, დროებით ჩვენ გავდივართ ეთერიდან, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, ცოტა ხანში ჩვენ დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად. ჩვენი გადაცემის მთავარი თემაა სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა. მე შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერს, ეს გახლავთ გადაცემა ადამიანები განსხვავებული შესაძლებლობებით. ჩვენი ტელეფონის ნომერია 242 1003. ლუსი, ჩვენ საუბრობდით, როგორ მიმდინარეობს თბილისში მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან, როგორ ხდება მათი იდენტიფიკაცია, შეფასება. რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით რეგიონებში, როგორ მუშაობთ რეგიონში? რამდენადაც ცნობილია განათლების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო არა მხოლოდ და განხორციელდა წარმატებით არა მხოლოდ თბილისში, არამედ ეს პროცესები აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში. დიახ, რეგიონებშიც, არა მარტო თბილისში, საქართველოს ყველა რეგიონში არის მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, რომლებიც ასევე როგორც თბილისის გუნდი, ასევე ახდენენ შეფასებას მოსწავლეების. ჩვეულებრივად ხდება მიმართვები ეგზავნება რესურს ცენტრის გავლით კოორდინატორს, მულტიდისციპლინური გუნდის წევრს, ვის მიერ უკვე ხდება გადაგზავნა კონკრეტულ რეგიონზე და შესაბამისი რეგიონის გუნდის წევრები ახდენენ რეაგირებას უშუალოდ სკოლაში მიდიან და აფასებენ მოსწავლეს თუ რა საჭიროება აქვს თავად მოსწავლეს. ასევე იგივე სახის შეფასებები ხდება, იგივე ტესტით ხდება მოსწავლეების შეფასება. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ, ოჯახი მთავარ როლს ასრულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განათლების პროცესში. როგორ მუშაობთ მშობლებთან საგანმანათლებლო პროცესის უკეთ წარმართვისთვის, რადგან ცნობილია, რომ მომზადებელი მშობელი ხშირად ხდება ხელშემწყობი შვილის არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებისა და თუ არ მოხდა ბავშვის სოციალიზაცია პირველ რიგში ოჯახში, ანუ არ მოხდა აღიარება ამ ადამიანის ისეთი, როგორიც არის, მაშინ როგორ მიიღებს მას საზოგადოება? როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორ ხდება? რა რეკომენდაციებს უწევთ მშობლებს და როგორ მუშაობთ ოჯახებთან? ძალიან საინტერესო შეკითხვა. ჩვენ ძალიან ხშირად მასწავლებლებს ვთხოვთ ხოლმე, რომ იყვნენ ჩართულები, გააკეთონ ძალიან ბევრი რამ და ძალიან ხშირად მასწავლებლიდან მოდის, რომ იცით რა, აი მშობელი არ მეხმარება. ან ხშირად არის, რომ მასწავლებელი თავად ამბობს, რომ ბავშვს აქვს სპეციალური საჭიროება და უნდა რომ ბავშვი შევაფასოთ, მაგრამ იმიტომ რომ მშობელი არ არის თანახმა, ვინაიდან არ უნდა რომ ბავშვს ჰქონდეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი, ამიტომ ის უარს ამბობს, რითაც რა თქმა უნდა
ძალიან ცუდ შედეგებამდე მივდივართ. შედეგად ბავშვი ვერ სწავლობს, ხდება აგრესიული კლასში და ასე შემდეგ. ოჯახთან, ოჯახის წევრებთან ვმუშაობთ, რომ არ მოგატყუოთ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ მშობლებთან, როდესაც ხდება ბავშვის შეფასება 90%-ში თუ მშობელს ამის შესაძლებლობა და სურვილი აქვს, მშობელი ესწრება. შედეგად ჩვენ განვიხილავთ არსებულ მდგომარეობას, განვიხილავთ იმ გზებს თუ როგორ შეიძლება ამ ბავშვს დავეხმაროთ, არა მხოლოდ საგაკვეთილო პროცესში, არამედ სახლში მშობელმა რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ძალიან ხშირად ერთობლივად გეგმავთ არა მხოლოდ აკადემიურ მიზნებს, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი ჩაერთოს სასკოლო აქტივობებში, როგორც არის ექსკურსია, ერთად თეატრში წასვლა, ანუ სხვადასხვა ღონისძიებები, რომელსაც პრინციპში ეს აკადემიურ მხარესთან კავშირი არ აქვს. ამ ყველაფერს გეგმავთ მშობელთან ერთად. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ მშობელი იყოს ჩართული თავად და თუ ბავშვს შეუძლია მოსწავლეს, თავად მოსწავლეც იღებს მონაწილეობას. აი ესეთ დონეზე ხდება მშობელთან ჩვენი კომუნიკაცია, შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ხშირად არის, რომ მშობელი მოგვართავს გარკვეული შეკითხვით, დახმარებით ან ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. ლუსი, რა სახის დახმარებას მე ვგულისხმობ პრაქტიკულ და მეთოდოლოგიურ დახმარებას უწევს სკოლებს ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების განხორციელებაში? დიახ, ანუ როდესაც უკვე მოდის შეფასება და შეფასებულია ბავშვი, ვიცით მისი შესაძლებლობები და უკვე განსაზღვრულია თუ რა საჭიროება აქვს. შესაბამისად უკვე სკოლის გუნდთან ერთად ხდება განხილვა, გეგმება სტრატეგიები თუ რა გვჭირდება ამ ბავშვთან უშუალოდ. ასევე ამ შეხვედრაში მონაწილეობას იღებს სკოლის სპეცმასწავლებელი ფსიქოლოგი ან ინკლუზიური კოორდინატორი. ეს სპეციალისტი სკოლაში არის იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში არის ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი მაინც, ანუ ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ბავშვი არის, თქვათ 1-დან 7-მდე არის ერთი სპეციალისტი, 7-დან 13-მდე თუ არის ბავშვი სკოლაში არის უკვე ორი სპეციალისტი, 13-დან 24 ბავშვის არსებობის შემთხვევაში არის 3 სპეციალისტი და შემდეგ უკვე 24-ის ზემოთ. რა თქმა უნდა, სპეციალისტი მუშაობს ინდივიდუალურად ბავშვებთან რესურს ოთახში, ან შეიძლება პედაგოგს ეხმარებოდეს საკლასო გარემოში. ჩვენ რეკომენდაციებს ვაძლევთ როგორც კლასის პედაგოგს, დამრიგებელს და თქვათ სხვა პედაგოგებს, ასევე აი ამ სპეციალისტს, რომელსაც თქვათ ინდივიდუალურად უწევს ბავშვთან მუშაობა სხვადასხვა უნარებზე. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოა, ესე იგი ამდენი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა საქართველოში, მე ვგულისხმობ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. საკმარისია მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, რომელიც დღეს არის განათლების სამინისტროში, რომ შესაბამისი სერვისი, ანუ დახმარება გაუწიოს ყველა იმ სკოლას, ვისაც ჭირდება თქვენი დახმარება. რეალურად სამწუხაროდ საკმარისი არ არის. ამიტომ პრინციპში სექტემბრიდან უკვე ამ წლის დაემატა, რომ ყველა სკოლას, რომელსაც ყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, განათლების სამინისტრომ დაამატა შტატი, ასე ვთქვათ, სპეცმასწავლებლისთვის ან ფსიქოლოგისთვის, იმიტომ რომ ფიზიკურად შეუძლებელია თბილისის მასშტაბითაც რომ წარმოვიდგინოთ 12 ადამიანი, აი ყველა იმ სკოლაში იყოს, როდესაც ერთ სკოლაში შეიძლება 30 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა. ამიტომ აქ ფუნქციები ცოტა იყოფა. ჩვენ შეიძლება ვიმუშაოთ ერთ შემთხვევაზე, кейსი ეგრეთ წოდებული, რაც არის, ანუ სადაც ვიქნებით ჩართულები, გარკვეული სიხშირით მივდივართ, მაგრამ ყველა ბავშვთან ესე სამწუხაროდ ვერ ხდება. ხდება, რომ ჩვენ მივდივართ შეფასების შემდეგ, როგორც ლუსიმ თქვა, სკოლის ფსიქოლოგთან და სპეცმასწავლებელთან ერთად გეგმავთ სამომავლოდ რა უნდა განხორციელდეს და ნებისმიერ დროს შეკითხვა იქნება თუ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმასთან ესეც ვაკეთებთ ხოლმე რო ხდება დაუშვათ დაწერს საგნის მასწავლებელი და შემდეგ ხდება ამ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხილვა, მიზნების და ასე შემდეგ. რაღაცა ესეთი მუშაობის სტილია ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა. ლუსი, როგორ მიმდინარეობს პროცესში ჩართული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების აკადემიური და სოციალური მიღწევების შეფასება და შემდგომ მონიტორინგი?
დიახ, თავად სკოლა იღებს მონაწილეობას, ანუ ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას ადგენს საგნის სპეციალისტი, მას ეხმარება სპეცპედაგოგი ან ფსიქოლოგი, რომელიც არის სკოლაში, რა თქმა უნდა, ასევე თუ მათ საჭიროება აქვს დამატებითი პირი, თქვათ, მულტიდისციპლინური გუნდის წევრის, ისიც ეხმარება, ერთვება პროცესში, ხდება მიზნების გაწერვა ძირითადად 1 წელზე ან ნახევარ წელზე. შესაბამისად, მიზნები არის აღებული ზუსტად აი ამ არსებული ბავშვის, კონკრეტული ბავშვის უნარების შესაბამისად თუ რისი შესაძლებლობა აქვს და რა მიზანს უნდა მიაღწიოს, იწერება გრძელვადიანი მიზნები, შემდეგ მოკლევადიანი მიზნები და აქტივობები, რითიც გრძელვადიან მიზანზე უნდა გავიდეთ. შემდეგ უკვე წლის ბოლოს ხდება მონიტორინგი, ანუ რამდენად მივაღწიეთ მიზანს, თუ რაღაც ვერ არის ბოლომდე მისული, თქვათ, თუ რა იყო იქ გამოსასწორებელი და უკვე შემდეგზე ხდება გათვალისწინება. გუნდის წევრების მიერ ძირითადად ხდება ნაკლებად ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის პროცესში ჩართულობაზე თუ უშუალოდ სკოლა მოგმართებს რომ ჭირდებათ დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თორემ ესე რომ ყველა ბავშვზე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის შედგენის პროცესში გუნდის წევრი იყოს ჩართული, ეს არ არის. ანუ თქვენ რეკომენდაციას უწევთ უფრო ძირითადად სკოლის გუნდს, ანუ სპეცპედაგოგს, ფსიქოლოგს, ანუ სკოლის და თუ ის ფსიქოლოგი თუ სპეცმასწავლებელი თავს ვერ გაართმევს ცუდი სიტყვა, მას დახმარება სჭირდება, ან კითხვა გაუჩნდება, ამ შემთხვევაში ისინი მოგმართავენ. უბრალოდ ესე რომ ყველა ბავშვი როდესაც დგება ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა, მულტიდისციპლინური გუნდის წევრი საგნის მასწავლებელთან ერთად ადგენდეს ამ გეგმას, საწყის ეტაპზე ესე ხდებოდა, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ცოტა წინ წავედით, მასწავლებლებმაც ისწავლეს, სკოლაშიც არის შესაბამისი კადრი. ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, აღარ ვარ საჭირო, რაც ძალიან გვიხარია. ძალიან საინტერესოა. მარიამ, სწავლის უნარის დარღვევის მქონე ბავშვებზე მინდა ვისაუბროთ, ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ რთული დარღვევა, დარღვევათა სპექტრს მიეკუთვნება სწავლის უნარის დარღვევა. ეს არის ეს არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ დაბალი ინტელექტუალური შეფასება აქვს ამ შემთხვევაში მოსწავლეს. ამსად შემთხვევაში ბავშვს აქვს წერის, კითხვის, მათემატიკური სიმბოლოებისა და ცნებების გაგების უნარის დარღვევა და შესაბამისი ოპერაციების შესრულების სირთულეები, რომლებიც არ შეესაბამება მათ ინტელექტუალური შესაძლებლობის დონეს. სწავლის უნარის დაქვეითების მქონე ბავშვები დაბალი თვითშეფასება აქვთ და შფოთვის მაღალი დონე, აქვთ ემოციური პრობლემები, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემები. როგორ მუშაობთ თქვენ, ანუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეებთან? რა რეკომენდაციებს აძლევთ ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლებს? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თემაა და რატომ? როგორც თქვენც აღნიშნეთ, ხშირად სწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ ხშირად არ აქვთ მათ ინტელექტუალური დარღვევა, ასე ვთქვათ, და როგორც მასწავლებლისთვის, ასე მშობლისთვის გაუგებარია ეს ბავშვი რატომ არ სწავლობს, რატო არ მოსწონს, რატო ტირის, როდესაც მეცადინეობაზე მიდის საქმე. და შედეგად ვიღებთ იმას, როდესაც ბავშვი ზის გაკვეთილზე თითქოს და არ აინტერესებს და ამ დროს იგებს, ის იწყებს არაადეკვატურ ქცევას, ასე ვთქვათ, და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხშირად მისი თვითშეფასება არის დაბალი. იმიტომ რომ ყველას აქვს მისგან მოლოდინი, რომ მას ეს შეუძლია, მან იცის, რომ მას უჭირს, მაგრამ ასე ვთქვათ, არავინ მას არ უჭერებს. ამ შემთხვევაში პირველი რასაც მასწავლებლებს ხშირად ვეუბნებით, რომ განსაკუთრებით საწყის კლასებში ძალიან იშვიათია, რომ ბავშვს არ უნდოდეს სწავლა, ან შეეძლოს და ეზარებოდეს, იმიტომ რომ ბავშვი რომ მიდის სკოლაში, თვით დამკვიდრებას ცდილობს იმით, რომ მასწავლებელს მოაწონოს თავი და შესაბამისად უნდა ისწავლოს კარგად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვი დავალებას არ აკეთებს კლასში, დავრწმუნდეთ, რომ მან დაუშვათ გაიგო ინსტრუქცია, რომ მას ვთავაზებთ ისეთ დავალებას, რომელიც მას რეალურად შეუძლია. მე მქონდა ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც საინტერესო იქნება, რომელიმე მაგალითს თუ წარმოგვიდგენთ ჩვენისთვის საინტერესო იქნება. ბავშვი, რომელსაც სწავლის უნარის დარღვევა ჰქონდა, ძალიან ზრდილობიანი, ძალიან ესეთი მოწესრიგებული მეოთხე კლასელი მოსწავლე, რომელსაც ჰქონდა სწავლის უნარის დარღვევა და ამ დროს ხშირად იუმორთან აი გადატანითი მნიშვნელობა, ესეთი რაღაცების გაგებაც უჭირთ. და თქო კლასელს ესაუბრებოდა კლასში და მასწავლებელმა ჰკითხა, რომ ხელს ხომ არ გიშლიო. რაზეც მან ძალიან გულწრფელად უპასუხა, რომ არაო. მხოლოდ ამას მოყვა შედეგი ის, რომ კლასიდან ის გამოაგდეს, რაც ძალიან განიცადა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ვერ მიხვდა
რატო გამოაგდეს, იმიტომ რომ მან უბრალოდ გულწრფელად უპასუხა მასწავლებლის შეკითხვას და ერთი კვირა ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა, რომ ეს ბავშვი უბრალოდ წასულიყო სკოლაში. ეს მაგალითი რატომ მომყავს, რომ მხოლოდ სწავლაზე არ არის, აქ მე შევხვდი ამ პედაგოგს და მას უბრალოდ არ სჯეროდა, რომ ამ ბავშვს სწავლა უჭირს. იმდენად არ ეტყობოდა, რომ ის იყო დარწმუნებული, რომ ის არ მაცობს. საბედნიეროდ მუშაობის შედეგად შემდეგ უკვე დავგეგმეთ, რომ იქნებ ცოტათი პატარა მასალა მივცეთ, უფრო ვიმუშავოთ მეტყოლებაზე და უშუალოდ კითხვის უნარის გაგებაზე და ერთი წლის შემდეგ, როდესაც გავიდა დრო და ბავშვმაც რაღაცები უფრო კარგად გააკეთა და რა თქმა უნდა სურვილიც მეტი გაუჩნდა, რომ გაეკეთებინა, შემდეგ მასწავლებლმა თვითონ აღიარა, რომ ხო, რაღაცა თლად ისე არ იყო, როგორც მე მეგონაო. ძალიან საინტერესო მაგალითი განიხილეთ. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, ეს იყო უფრო პედაგოგის ხა შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ რომ სოდნოდა უფრო კარგად, თქვათ, ის სასწავლო სტრატეგიები, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობის პროცესში, ალბათ პედაგოგი ასეთ შეცდომას არ დაუშვებდა და მოსწავლეს ამ მიზეზის გამო კლასიდან არ გააგდებდა. მას გულწრფელად არ სჯეროდა, რომ ბავშვს ქონდა და ესეთი არაერთი ბავშვი და მასწავლებელი შემხვედრია, როდესაც მასწავლებელს ვეუბნებით, რომ იცით რა ბავშვს აქვს პრობლემა და მშობელიც მოსულა, რომ მასწავლებელს ვერ ვუხსნი. ეს თუ არ არის მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა, ხშირად ხდება, რომ მასწავლებელს მიაჩნია, რომ მშობელი ხელს აფარებს, აი განსაკუთრებით სწავლის უნარის დარღვევასთან, იმიტომ რომ გაუგებარია თუ შეუძლია კომუნიკაციაში ძალიან კარგად შესვლა, ისეთ რაღაცას იტყვის, რაც ძალიან ადეკვატურია და მისი ასაკის ბავშვმა შეიძლება საერთოდ არ უნდა იცოდეს, მაშინ წერა კითხვასთან, როდესაც გვაქვს საქმე, რატო ვერ აკეთებს და სწორედ ეს არის, რომ მას აქვს წერის ან კითხვის ათვისების პრობლემა და არაფერი სხვა, რაც მასწავლებლებისთვის ხშირად ცოტა გაუგებარია საწყის ეტაპზე. მაგრამ განათლების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული, რამდენადაც ცნობილია ამ პროცესში და მიმდინარეობს პედაგოგთა გადამზადება ამ მიმართულებით, რომ მათთვის უცხო არ უნდა იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, როდესაც ის საკლასო ოთახში და რა თქმა უნდა ამ მხრივ დახმარება მხოლოდ სპეცპედაგოგს არ უნდა უწევდეს, მასწავლებელი უნდა ფლობდეს შესაბამის ტექნიკებს, როგორ მართოს საგანმანათლებლო პროცესი, რომ ასე იგი ბავშვს არ გაუჩნდეს იმისის, რომ საერთოდ აკარგოს სურვილი სკოლაში სიარულის. ამ მხრივ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც გუნდი, ასევე მთლიანად სამინისტრო, რომ მოხდეს გადამზადება ამ მიმართულებით, რომ პედაგოგებს ქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია. მასწავლებელთა სახლში ფაქტიურად აი ძალიან ხშირად ტარდება ტრენინგები სხვადასხვა საკითხებზე, სადაც მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ სპეცმასწავლებელი, სკოლის ფსიქოლოგი და ასე შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა. ლიუსია, სკოლაში სწავლის დაწყება ბავშვისგან ბევრი ახალი უნარის ათვისებას მოითხოვს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კითხვის უნარი. კითხვის უნარის დარღვევა ცნობილია დისლექსიის სახელით, ასეთი ბავშვები ჭკვიანებიც არიან, კრეატიულებიც, მაგრამ მათ სწავლების განსხვავებული მიდგომა და სტრატეგიები ჭირდებათ. როგორ მუშაობთ კითხვის დარღვევის მქონე ბავშვებთან? რა რეკომენდაციებს აძლევს მულტიდისციპლინური გუნდი სკოლებს და შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტებს? მე გულახდილად ვიტყოდი, რომ ამ კითხვას მე მარიამს დაუსვევდი, რადგან ფსიქოლოგია. მარიამ, გვეპასუხოთ. როდესაც საქმე გვაქვს დისლექსიასთან, ამ შემთხვევაში ხდება ასე ვთქვათ, იმ ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება, თუ ბავშვს დაუშვათ არ შეუძლია დიდი ტექსტის წაკითხვა, ხშირად ვთხოვთ მასწავლებლებს, რომ იქნებ ტექსტის შევამციროთ, გავუკეთოთ ადაპტირება, ტექსტის შემცირებაში არ იგულისხმება. რიგ შემთხვევებში შეიძლება იყოს, რომ მთლიან ტექსტს არ ვაძლევთ და უბრალოდ ნახევარ ტექსტს ვაძლევთ. სხვა ბავშვის შემთხვევაში შეიძლება ვთხოვოთ მთლიანი შინაარსის გამარტივება, ანუ იღებს და წერს სხვა სიტყვებით, ასე რომ ვთქვათ მასწავლებელი. და არის შემთხვევები, როდესაც ვთხოვთ, რომ იქნებ არ ჩააბარებინოთ, დაუშვათ ესე ზეპირად, ან ნაცვლად იმისა, რომ წაიკითხოს მთლიანი ტექსტი, დაუსვით მოკლე კონკრეტული შეკითხვები, სადაც შემოსახაზი პასუხებია. ან კონკრეტული ბავშვების შემთხვევაში იგივე საკონტროლო წერები, როდესაც არის ხოლმე დროში ვერ ეტევიან, ერთი ალტერნატივაა, რომ დრო დაუმატოთ, მეორე ალტერნატივაა, რომ
ანალოგიურად მთლიან ტექსტს ნუ დააწერინებთ, არამედ იყოს რაღაცა მოკლე მონახაზები და ხშირად აუდიო წიგნები სამწუხაროდ საქართველოში არ არის და თუ ესეთ ბავშვების მშობლებს ჩავეკითხებით, აღმოჩნდება რომ მშობლები ხშირად ხედან და უკითხავენ ამ ტექსტს, იმიტომ რომ ისინი სმენით ბევრად კარგად აღიქვამენ და შემდეგ შეუძლიათ თავისუფლად მოყვან. ჩვენ იმედი გვაქვს რომ აქაც აუდიო წიგნები მალე უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ძალიან დიდი მადლობა. ლუსია, გონებრივი ჩამორჩენა ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმა. ეს არის ინტელექტუალური ფუნქციონირების დონი და მნიშვნელოვანი გადახრა. როცა ინტელექტის კოეფიციენტი 70-ზე დაბალია, რა სტრატეგიებია შემუშავებული მათთან მუშაობის პროცესში? ხანუ შეფასების შემდეგ უკვე განისაზღვრება თუ რა უნარები აქვს ამ მოსწავლეს და რა არის მისი სუსტი მხარე, ესე რომ ვთქვათ. შემდეგ უკვე, როდესაც დგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, განისაზღვრება ზუსტად ამ ბავშვს რა უნდა მივაწოდოთ, რისი დაძლევა შეუძლია მას, რომ ჩართული იყოს საგანმანათლებლო პროცესში და შეძლოს მისთვის მიცემული დავალების შესრულება. ეს უკვე, როგორც მარიამ აილაპარაკა, შეიძლება იყოს ადაპტირებული ტექსტი, შემცირებული, ორი ალტერნატივა, რასაც ის გასცემს პასუხს, ვთქვათ, ან შეიძლება იყოს თემასთან დაკავშირებული. თქვათ არის თამარ მეფეზე რაღაც ტექსტი და შეიძლება თამარ ძალიან ისე უხეშად რო ვთქვათ თამარ მეფის პორტრეტის გაფერადება დავავთ, ანუ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ახლოს იყოს ეგ თემა და მისი უნარის შესაბამისად იყოს ის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, დროებით ჩვენ გავდივართ ეთერიდან, რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, ცოტა ხანში ჩვენ დაგიბრუნდებით ჩვენ სტუმრებთან ერთად. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად. მე კვლავ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის ტელეფონის ნომერს 2421003. დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში, თქვენი მოსაზრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მარიამ, სმენის განვითარების დარღვევის მქონე ბავშვები, ეს არის სმენის დარღვევა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, სწორად ორგანიზებულ სასწავლო გარემოში სმენადაქვეითებული ბავშვები საკმაოდ წარმატებით სწავლობენ, როგორც მათი თანატოლები. რა სასწავლო სტრატეგიებია გამოყენებული სმენადაქვეითებულ ბავშვებთან მუშაობის პროცესში? სმენადაქვეითებულ ბავშვებთან მუშაობის პროცესზე, ასე ვთქვათ, დაობს მთელი მსოფლიო. კერძოდ დავამიჯის იმასთან დაკავშირებით, თუ ჟესტური ენა რამდენად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხარისხის სმენის დაქვეითება აქვს ბავშვს. როგორც ვიცით, თბილისში არის სპეციალური სკოლა, რომელიც სწორედ ორიენტირებულია ყრუდა სმენადაქვეითებულ ბავშვებზე. ასევე ამ წლის სექტემბრიდან გაიხსნა 2013 წლის სექტემბრიდან ინტეგრირებული კლასის სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც მე ვფიქრობ საკმაოდ წარმატებით განხორციელდა მათი სწავლება და თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ჩვეულებრივ კლასში ხედან სმენადაქვეითებული ბავშვები. ის, რაც პრინციპში ყველა მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, ეს არის ძალიან ზოგადი რეკომენდაციები, ეს არის რომ ბავშვი სასურველია იჯდეს მასწავლებელთან ახლოს, რომ ბაგეებიდან ამოკითხვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ხედავდეს პირდაპირად მასწავლებელს, რომ იგივე ინსტრუქციის მიცემის შემთხვევაში ეს არ იყოს რთული წინადადება წერილობითი ფორმით საწყის ეტაპზე, როდესაც დაბალი კლასებია, ეს არ იყოს ძალიან გრძელი ინსტრუქცია, არამედ მოკლე და კონკრეტული. ძალიან მნიშვნელოვანია კლასის მომზადება, იმიტომ რომ ხშირად თქვენი თავით რომ წარმოიდგინოთ ბავშვი, რომელსაც სმენის პრობლემა აქვს, მას უჭირს თანატოლებთან გარკვეული სახით კომუნიკაცია. ბევრი ბავშვი ამბობს, რომ აი რაღაცა დამცინიან. კლასის მომზადება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავუზარდოთ მიმღებლობა. ბევრს, რომელსაც კოხლეარული იმპლანტი უკეთია, გარეთან ნაწილს იხსნის, ან სასმელ აპარატს არ იკეთებს, იმიტომ რომ კლასში აი ამის პრობლემა არის. სწავლას რაც შეეხება ბევრი ვიზუალური და თვალსაჩინო დამხმარე საშუალებები უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა. ძალიან დიდი მადლობა. ლუსი, რა მდგომარეობას მხედველობა დაქვეითებულ ბავშვებთან დაკავშირებით, რა სასწავლო სტრატეგიებია გამოყენებული, როდესაც მუშაობს მასწავლებელი მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებთან? დიახ, თბილისში არის სპეციალური სკოლა, სადაც ხდება უსინათლო და მცირე მხედველ მოსწავლეების ჩარიცხვა. ხდება მოსწავლის შეფასება გუნდის წევრის მიერ, რომ იქ არის თავისი კრიტერიუმები აქვს, თუ რა შემთხვევაში
შემთხვევაში ხდება მოსწავლე ამ სკოლაში. უსინათლო მოსწავლის შემთხვევაში განათლების სამინისტროს მიერ მოხდა სახელმძღვანელოების გამოცემა პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით ბრაილის შრიფტით ყველა კლასის ყველა საგანში აქვს შესაბამისი წიგნი და ამით სკოლა აღჭურვილია. ხოლო მცირემხედველის შემთხვევაში აქ შეიძლება გამოვიყენოთ გაზრდილი შრიფტი, თქვათ კითხვის დროს დამუქებული შრიფტი, ეს შეიძლება იყოს განათება დავსვათ ფანჯარასთან ახლოს, გამოვიყენოთ კონტრასტები, ეს არა მარტო აკადემიურ უნარებს, თქვათ სწავლის პროცესში არის სასარგებლო, არამედ ფუნქციურ უნარ-ჩვევებშიც, თქვათ ნებისმიერ სამზარეულო აქტივობების შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი იგივე კონტრასტების შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა. ლუსი, ჩვენ საუბრობდით მარია მოკაცრავად სმენა დაქვეითებულ ბავშვებზე, თქვენ აღნიშნეთ ინტეგრირებული კლასები, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს აბსოლუტურ სიყრუესთან, მაშინ ეს ხშირად ხდება ხოლმე, რომ ზოგჯერ მშობლებს არ აქვთ სურვილი, რომ მათმა შვილმა ისწავლოს ჟესტი და რა რეკომენდაციას მიაწვდით ამ შემთხვევაში ჩვენს მსმენელს და მათ შორის მშობლებსაც? მადლობთ ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს შეკითხვა მე ძალიან მაწუხებს, სიმართლე რომ გითხრათ. პრობლემა არის ესეთი, როდესაც ბავშვი არის ტოტალურად ყრუ ან მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება და არ ხდება დროულად მისთვის ჟესტური ენის მიწოდება, ის ხელოვნურად ვიღებთ ფსიქიკური განვითარების შეფერხებას. ანუ იმისთვის რომ მე რაღაცა ავითვისო და ვისწავლო, მე მჭირდება კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციისთვის რაღაცა საშუალება. მე ბავშვის განვითარება რო წარმოვიდგინოთ, როდესაც ბურთს ვხედავ და ვამბობ ბურთს, მე მაქვს მისი ხატი. ამ ბავშვებს ხატი არ აქვს არც სმენითი, არც ვიზუალური. ამიტომ მათი განვითარება ძირითადად საქართველოში ხდება ესე, რომ როდესაც მოყავთ უკვე სკოლა პანსიონში, ანუ სპეციალიზირებულ სკოლაში, ეს არის 6 წლის ბავშვი, რომელმაც არ იცის ჟესტური ენა, რომელსაც არ შეუძლია საუბარი და ვიწყებთ ძალიან ნოლიდან, ასე ვთქვათ. და თავისთავად სანამ დავეწევით უკვე ჩვენსაც აქვს ძალიან ბევრი დრო იკარგება. ამიტომ მე მესმის რომ მშობლებისთვის ეს არ არის სასურველი, თუმცა ძალიან საჭიროა ესეთი სახის გადაცემები, რომ მშობლებმა სწორად მიიღონ ინფორმაცია თუ რა მხელა და რა მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვმა შეისწავლოს ჟესტური ენა. აქვე დავამატებ, რომ მხოლოდ ბავშვის მიერ ჟესტური ენის შესწავლას აზრი არ აქვს თუ ოჯახში ყველა წევრი, ანუ ჟესტურ ენას ვასწავლით კომუნიკაციისთვის და იმისთვის, რომ ბავშვმა ისწავლოს. თუ ოჯახის წევრებს არ ეკნებათ, თუ ისინი არ ფლობენ ჟესტურ ენას, მაშინ ამ შემთხვევაში ბავშვი თავის თავთან ესე ვერ დაიწყებს. ძალიან დიდი მადლობა. ლუსი, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ADHD-ისთვის დამახასიათებელია უყურადღებობა, იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა. როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით? რა სასწავლო სტრატეგიები უნდა იქნას გამოყენებული? თუ შეიძლება თქვენი მოსაზრება მივაწოდოთ ჩვენს მსმენელს. დიახ, მსგავსი დარღვევის მქონე მოსწავლის სასურველია იჯდეს მასწავლებელთან ახლოს, ხშირად ამყარებდეს, თქვათ, თვალით კონტაქტს. სასურველი ავარიდოთ ზედმეტი გამღიზიანებელი და ინსტრუქცია იყოს, ვთქვათ, მოკლე მკაფიო და ისეთი, რაც მის უნარს შეესაბამება, ანუ რასაც შეძლებს ის რომ შეასრულოს. ასევე სასურველია რომ შეფასების შემდეგ უკვე რაც განისაზღვრება შესვენებების უფლება მივცეთ, ვთქვათ, იგივე ფიზიკური აქტივობის უფლება ადგეს, ვთქვათ, დაფა გაწმინდოს, როვლები დაურიგოს სხვა კლასელებს და ასე შემდეგ, ანუ მუდმივად ერთ ადგილზე არ უწევდეს მას ჯდომა და ქონდა შესაძლებლობა, ვთქვათ, ადგეს და რაღაც განიტვირთოს. ძალიან დიდი მადლობა. მარიამ, ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებს დაუბრუნდეთ ისევ ეს თქვენ გინდოდათ რაღაც საკითხის დამატება ამასთან დაკავშირებით. როგორ ხდება მათი ჩართულობა? ინტეგრირებული კლასებია თუ ინკლუზია ხდება ამ ადამიანთან და როგორ რეკომენდაციებს აწვდით თქვენ სკოლებს ამ საკითხთან დაკავშირებით? არსებობს სპეცსკოლა, სპეციალიზირებული სკოლა, სადაც შეუძლიათ ისწავლონ ამბავშვებმა და ასევე ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ხდება მათი სწავლება. მე ისი დამატებაც მინდოდა ძალიან არამხოლოდ მასწავლებლებისთვის, ზოგადად მშობლებისთვისაც, ხშირად არაგონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვის გაჩერება კლასში უფრო უჭირთ მასწავლებლებს, ვიდრე გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე მოსწავლის, თუ ის ქცევის მხრივ დისკომფორტს არ უქმნის კლასს.
და ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება, რომ აი რაღაცა დასაწერს, გასაფერადებლს დასახაც აძლევენ, ამ ბავშვის თავისთვის ის ხატავს, აფერადებს და ხელს გაკვეთილს არ უშლის. მე მინდა და დამემატებინა ის, რომ ბავშვის კლასში ჩასმა არ არის თვითმიზანი, თუ ჩვენ რაღაცა მიზანზე არ ვმუშაობთ და თუ ეს ბავშვი უბრალოდ ზის იქ და აფერადებს იმას, რასაც სახლშიც გააფერადებს ჩვეულებრივად და არანაირ მიზანზე არ გავდივართ, ეს არ არის ინკლუზიური სწავლება და ესეთ სწავლებას აზრი არ აქვს. ყველა ის დავალება თუ გინდ წერილობითი, რომელსაც მასწავლებელი მიაწოდებს, უნდა იყოს იმ თემასთან, იმ თემატიკასთან, რასაც მთელი კლასი გადის და ის უნდა მუშაობდეს გარკვეულ უნარზე. კი ბატონო, თუ ნატიფი მოტორიკის პრობლემა მაქვს და მე ვერ ვახერხებ ჩავსვა ჩარჩოში, ანუ გავაფერადო, შეგვიძლია, მაგრამ თემატურად რასაც ვაფერადებ, როგორც ლუსიმ აღნიშნა, ეს უნდა იყოს იგივე, რაც განსაკუთრებით ძალიან უჭირთ ზედა კლასებში, როდესაც ჩამოდის ფიზიკა, ქიმია, იმიტომ რომ ფიზიკის მასწავლებელი ვერიგებს გონებრივ ჩამორჩენილ ბავშვს რა უნდა აუხსნას. თუმცა ამ შემთხვევაშიც აი ნათელი მაგალითებით შეიძლება არ ვესაუბროთ მოლეკულებზე და ქიმიურ შენაერთებზე, მაგრამ მოდიფიცირება მოხდეს, წყალში იხსნება შაქარი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოა თქვენი როგორც მულტიდისციპლინური გუნდის მოსაზრება საზოგადოების ხედვასა და დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგჯერ ხელოვნურად საზოგადოების მხრიდან ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანთა თუ მოსწავლეთა გარიყვა საზოგადოებიდან. რა მესიჯს ეტყოდით როგორც გუნდის წევრები, რომლებიც აქტიურად ხართ ამ პროცესში ჩართული საზოგადოებას? დიახ, ძალიან კარგი კითხვაა. მე ესეთ რამეს დავამატებდი, რომ ეს თქვა თუ კლასში არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, მასზე მორგებული გარემო, თქვა ის რომ ის ჩართული იყოს საგანმანათლებლო პროცესში, არა მარტო მისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სხვა მოსწავლეებისთვის. იგივე თქვა თუ ამ ბავშვს ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ინსტრუქცია მასწავლებლის მხრიდან იყოს გასაგები, თქვა რაღაც გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგიები, რომ ჩართული იყოს ეს ბავშვი სწავლის პროცესში, ასევე სხვა მოსწავლესაც შეიძლება მასწავლებელმა არა პირდაპირად გადაიტანოს, არამედ რაღაც სახეცრულად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს სხვა მოსწავლეებისთვისაც. თქვენ ხომ არ დაამატებდით, მარიამ რა? დავამატებდი ერთადერთს, რომ როდესაც კლასში არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, ეს სულ ერთია იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თუ არა, ზოგადად კლასისთვის ეს არ არის ჩემი აზრი, ამაზე კვლევებია ჩატარებული, ეს მოქმედებს დადებითად, რა კუთხით, ბავშვები სწავლობენ მიმღებლობას, ბავშვები სწავლობენ თანადგომას, ბავშვები სწავლობენ ემპათიას, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და კლასში შეიძლება უამრავი ბავშვია, რომელსაც ჭირდება დახმარება, მაგრამ არ ამბობს ამას ხმამაღლა, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება ასე ვთქვათ და ამითი ისინი სწავლობენ, რომ ჩვენ ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და როდესაც გაიზრდებიან და გახდებიან საზოგადოების წევრები, დიდები, მათ ერთმანეთის მიმართაც ბევრად მეტი მიმღებლობა ექნება. ძალიან დიდი მადლობა. მე შევაჯამებ ჩვენს გადაცემას, უკვე მივდივარ დასასრულისკენ. სკოლაში ინკლუზიური განათლების წარმატებით განხორციელებისთვის რამდენიმე აუცილებელი პირობის დაცვაა საჭირო. სწავლისა და მოსწავლეებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, მოსწავლეების ინდივიდუალური განსხვავებისა და საგანმანათლებლო საჭიროების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება, ყველა მოსწავლისთვის ერთნაირი სწავლისა და განათლების თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა. მთლიან სასკოლო საქმიანობაში, სწავლისა და მოსწავლეებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა, სკოლის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების უმთავრესი ამოცანაა, როცა ყველა მოსწავლის აკადემიური და სოციალური წარმატებები სკოლისთვის მართლაც მთავარი ღირებულებაა. ყველა, ვინც სასწავლო პროცესშია ჩართული, მასწავლებლები, მოსწავლეები, ადმინისტრაცია და მშობლები ყურადღებას იჩენენ ამ მიზნის მიღწევის, მთელ ძალისხმევას იჩენენ ამ მიზნის მისაღწევად და სკოლაში თანამშრომლობის, ურთიერთდახმარებისა და პატივისცემის გარემო იქმნება ინკლუზიური განათლება თავისი არსით, სწორედ ასეთ დამოკიდებულებას გულისხმობს ყველა მოსწავლის მიმართ და აღიარებს, რომ მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებისა, სწავლისა და მოსწავლის მიმართ კეთილგანწყობილი გარემო ინკლუზიური განათლების აუცილებელი პირობაა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. დღევანდელი გადაცემის მთავარი თემები იყო სხვადასხვა დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიები და საქართველოს დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრები.
ლუსი ჯალაღანია და მარიამ ხვადაგიანი კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე შევაჯამე ჩვენი გადაცემა, მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე საუკეთესო სურვილებით. 14 ივნისი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე და ეს უკვე ჩვენს ქვეყანაში უკვე ეს აღინიშნება უკვე რამდენიმე წელია, ვლოცავ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ამ დღეს, ჩემი გადაცემა ამ დღეს არ ემთხვევა. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით, მომავალ ხუთშაბათამდე კარგად ბრძანდებოდეთ.